მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ჯუმბერ ბლაგიძეა, რომელიც წარმოადგენს ლანჩხუთის საკრებულოს გახარია საქართველოსთვის პარტიიდან. მოგესალმებით ბატონო ჯუმბერ და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. საუბარს დავიწყებთ ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს პარტიასაც ეხება. ალიანსზე მაქვს საუბარი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით შედგა. თქვენმა პარტიამ ამ ალიანსში შესვლაზე უარი განაცხადა. და მიზეზი თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მაყურებელს, რამდენად დააზიანებს ეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ოპოზიციას. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ ყოვლის მარტის დღესასწაულებს გილოცავთ. მადლობა. ყველა დღესასწაულს გაზაფხული დადგა და კი მარხვის მძიმე დღეებია ქრისტეს აღდგომის, მაგრამ ამ შემთხვევაში ბუნებაც თავისთავად ყველა ქალბატონს მიულოცავ. რაც შეეხება დასმულ კითხვას, ქალბატონო ნინო, პარტია გახარია საქართველოსის პარლამენტის დონეზე, ყველა დონეზე, მათ შორის საკრებულოებში, ჩემი კოლეგები მუნიციპალიტეტებში, სადაც წარმოდგენილი ვარ. ცალსახად განაცხადნენ, რომ არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ. ჩვენ თავიდანვე, როგორც კი შეიქმნა 2021 წელს ეს პარტია პრემიერ-მინისტრა შექმნა გადადგომიდან მაისის თვეში, იქედანვე იყო, რომ გაწონასწორებულად, თანმიმდევრულად, პროფესიონალურად მიყვებოდა და არსად არ გვეჩქარებოდა ჩვენ, როგორც კი სიტუაცია იქნებოდა, იმიტომ რაც ხალხს სურდა. ეხლა რაც შეეხება გაერთიანებას. ხალხის დაკვეთაც როგორც ოპოზიცია საუბრობს არასაკმაყოფილო რომ გაერთიანება. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა გამოკითხვით, ყველა იმით ალტერნატივა რა აქვს არჩევნებში. ჩვენი პარტია გახარისას თulis რომ და ჩვენ ვაღიარეთ კიდევაც, რომ შეცდომა იყო არ შესვლა პარლამენტში იმ ერთი წლით, თუმცა ჩვენ ბოიკოტირებთ, გამოუცხადეთ ბოიკოტი იმის რომ მართლაც გაყავდა და ეს ჩვენი მოგონილი არ არის, ყველა ამას აღიარებს, თვით მათი მომხრეებიც. თვით აი კულისებს გარეთ, აი მართლა აღსარებასავით რომ დარჩებია თავისთავად ის რომ გაჟონა იმ ბიულეტენმა და 51 ქვევით რო იყო და რო იყო უკან ამხრიდან მონიშნული ის რომ დანახული იყო რო კონვერტი არ ფარავდა როცა კოორდინატორები და რეები ეხლა რო იძახიან არ არის და არ არის ხო ეგრა ახლა იმ ხუჭვას საიდან დაისიზმრა კაცო ექსპერიმენტი რო გაკეთა იმ ერთმა მოსამართლემ და ისიც რო გაუკმეთ დემოკრატია ერთი შუქურაც კი ჩააქრეს ამათმა რო ეყო გამბედაობა იმ მოსამართლეს ბატონო ჯუბერ ამ მექანიზმის შეცვლა შეძელი თქვენმა პარტიამ შეძლო ნუ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ნუ ეხლა ერთი არ მოიტანოს გაზაფხულს მაგრამ ჩვენ რაც გვაქვს გაცხადებული მივყვები თანმიმდევრულად იმ გზას. რაც შეეხება ეხლა როგორ შეიძლება ერთი პარტიის დაშლა შემდეგ გაერთიანება ჩათვალოთ. ყველა ის ვინცა ერთი პარტიის და გამოსულები არიან. თქვენ კარგად იცით ეს რომ ყველა მათ შორის ეხლა მე სახელობით რო ჩამოთვალო 9 თუ თუმცა ქართული პოლიტიკის რეალობა ეს არის ავიგეთ მაგრამ მაინც ერთ ნომერში ასოცირდება ისინი და ამის პრეცედენტები იყო საპარლამენტო არჩევნების 21 წლის როცა საკითხი დგებოდა ყველა ერთიანდებოდა თქვენი პარტია გამორიცხავს ცალსახად გამორიცხავს იმიტომ ჩვენ თავიდანვე განაცხადეთ რომ 25 ნომრით ჩვენ რაც მოგვენიჭა ჩვენ ამომრჩეველს ზოგადად ვეუბნებით რომ კონსტიტუციურად საუბარი არ იყო ერთ პარტიად ქცევაზე ბატონო ჯუმბე როგორც ვიცი და საუბარი იყო ალიანსზე რომელიც ასაგებია მაგრამ ის ერთი პარტია რეალობად ბატონო იმიტომ რომ 5 ნომრიდან გამოსულია ყველა ესენი და ეხლა როგორ ის სტრატეგია თუ სხვა როგორ არა ეხლა იქ ფედერალისტები ძალიან მაგრად ლანძღავენ და ყურდან ყურში არ გაიშვება ის მაგრამ არ იყო კაცო ეს ერთი ხელისუფლება და ერთი მართლობა არ იყო ესენი და ეხლა როგორ შეიძლება გუშინ და რო საჭირო დარჩა ეხლა 5 ნომრით რატო იყვნენ წინამოწვევაში პარლამენტში ხო იცით იქ თქვა იგივე 5 ნომრით იყო სხვა ოპოზიციური პარტიები 13 დათმე და გაერთიანენ მაგაში და იგივე ხდება. რაც შეეხება ამ გაერთიანების კიდე ერთი 4 ოქტომბერი ღალატი რომელიც მართლა ეს იყო აი გადაგდება ოპოზიციის მიმართ და რო აღიარებდა 4-ში დაამთავრებდა რა დაამთავრეს 4-ში. მისცეს უფრო მეტი ძალაუფლება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ
რაც იყო წინა მოწვევის პარლამენტის დონეზე და გენსაკრებულოებში ის ამორჩეველი პროცესი ჩიხში ხო უფრო შედის ბატონო არ შევა ჩიხში იმიტომ და თან ალბათ მოისმინეთ საპარლამენტო ასამბლეის წერილი რომელიც ანუ საუბარი იყო დასხდომაზე დიალოგზე თქვენი პარტია რამდენად არის მზად იმისა და რამდენად აქვს მზაობა იმასთან დაკავშირებით რომ დიალოგზე დასხდეთ და ისაუბროთ ჩვენ არასდროს არ რიცხია დიალოგი მსჯელობა თქვენ კარგად იცით რომ ის ბოიკოტი რაც ხდება დღესაც რო გრძელდება და 500 ჩვენ ყოველთვის ჩვენი ადგილი გქონდა იქ რუსთაველზე მწვანე გალერეასთან ქაშვათის გვერდზე და ყოველთვის იკრიბებოდა არასდროს და ერთი წელი სოლიდარობის რეჟიმი თუმც ვაღიარეთ იმიტომ რომ იყო შეცდომა რა თქმა უნდა რომ კაცობრიობას არ მოუგონია არსებობის განმავლობაში პარლამენტარიზმის. ეხლა ის რომ ჩვენ უფრო მეტად საქართველოსგან თუმცა თამარ მეფის დროს რომ ცხელი აბანოები ქონდა მაშინ ევროპაში ტყეში დაბოდნენ ეს არგუმენტი არა მისაღები დღევანდელ დღეს ცივილიზაცია რაც ევროპაში იმას კაი არსად არა. ამიტომ როცა ვიზახით ჩვენი თავი ევროპაშია და იმას უნდა დავაკმაყოფილოთ უნდა ის პირობები რო იზახიან ეხლა თუ კი მიიღებენ და რაღაც მაშინ აღარ იქნებიან ცისფერები მე თვითონ მართლმადიდებელი ვარ და მრევში ვარ და ყველანაირად 22 წელია როგორ შეიძლება ვინმე დამარწმუნოს რომ ევროპისკენ და იმისკენ ხედვა არის არატრადიციული და ეს არის ახლა პროპაგანდა აგიტაცია თორე თქვენ კარგად იცით რომ ვინც საწინააღმდეგო მხარესა და ეხლა აპელირებენ მაგით უფრო სხვა ის აქვს აგიტაცია და მე ვთვლი რომ ის 4 ოქტომბრის ამბავი იმ ძალით ქართული ოცნების გაძლიერება და თქვენ კარგად იცით რა ბავშვიც რო იზრდება თუ მას არ ყავს კაი ამზრდელი ის არ წავა კარგად ნებისმიერ ხელისუფლება ჭირდება ოპოზიცია გაწონასოი ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია ზუსტადაც პირადად მე ჩემ მაგალითზეც რატომ რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ის რომ თქვენი პარტია შევიდა პარლამენტში მე პირადად რომ არ ვთვლი არც ვიქნებიან პოლიტიკური გუნდის წევრი თუმცა რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის თან ეძახოთ ლეგიტიმური ხელისუფლებას და თან იყოთ იმ პარლამენტის წევრი რომლის ლეგიტიმაციასაც თქვენს აყენებს ოპოზიციის უმრავლესობა და მათ შორის თქვენი პარტიაც საუბრობდა ამაზე. კი ბატონო, ჩვენ განაცხადეთ რომ და ჩვენმა ლიდერმა განაცხადა და ერთი წელი ზუსტად თქვენ იცით რომ ეხლა იქ მაგას თუ მიყვებით ეხლა სები ჩახსნის საკითხი და ეს პოლიტიკა ხო ეხლა ის გახარია მოიქცა ესეო სწორად მოიქცა სისხლიანად მოიქცა თუ სწორად პრაგმატულად თანმიმდევრულად და ერთი წელიწადი ჩვენ და რა მოგვიტანა იმ ერთმა წელიწადმა ყველანაირად დახშობა ყველა სივრცის და ჩვენ ხომ აგვირჩია მოსახლეობამ იმ კვოტითაც რითაც აგვირჩია და ეხლა რომ რა შედეგი აქვსო იმ კომისიებში მაგრამ ჩვენი პარლამენტარების გამოსვლა მე არ ამგონია ახლა ვინმეს არავის ჩემი ადვოკატირება არ ჭირდება მაგრამ ნებისმიერი გახარეს საქართველოს წარმომადგენლის პარლამენტში გამოსვლა იმ ფასების კომისიაში თუ სხვა კომისიებში რაც კი შექმნილია ხო აი ახლა თუ კი ყველას მინიმალური რომელიმე პოლიტიკური მოდის ამასა მინიმალური ხელფასის რომ 1050 იყოს რომ ნორმალურად იცხოვროს რომ პენსია 200 ლარით შეიძლება გაიზარდოს მე ხლა სხვა თემაზე არ გადავდირო უბრალოდ ამ თემაზე იმიტომ უნდა იყოს ზუსტად რომ არ დარჩეს მართლა მხარდადებელსა უდაბნოსა შინა ზოგჯერ თქმაჟობს ზოგჯერ არა თქმა ამ პროცესშიც არა საპარლამენტო ოპოზიციაც რომ შემოვიდეს და დასხდეს დიალოგზე თქვენი პარტია რამდენად თანახმა მესმის გაერთიანებასთან დაკავშირებით არ ხართ თანახმა მაგრამ დიალოგთან დაკავშირებით რომელსაც შეიძლება უმრავლესობაც დაესწროს და რაღაცა ჩვენმა ლიდერმა ბატონმა გიორგი გახარიამ პირადად მეც წითელი ხაზები ჩვენმა ლიდერებმა ყველა რაც ნაციონალიზმი ჩვენ ვერანაირად ძალიან კი უნდა უცნებას და პირადად მე ვარ აგერ ადგილობრივ დონეზე მაგრამ დღეს მე გეტყვით რა ვინც ნაციონალიზმის ლიდერები იყვნენ დღეს სამსახურის უფლებასობაა დაწინაურებული და მოადგილებად და ყველა მუნიციპალიტეტში უმრავლესობაში რა აი გადახედეთ ხომ აგერ არის ეს დანახულია და ვინიშნება ყველა სამსახურის უფლებები ძირითადი ის არის ეს მარტო ლანჩხუთის არ ეხება ყველა მუნიციპალიტეტს ეხება მათ შორის და კიდევ ერთხელ ვთქვით რომ ქართულ ისა ნაციონალურ მოძრაობამ რა ჩაიდგა ყველა იმიტომ გაუშვა ხალხმა ისინი ხელისუფლებიდან ხო ამათმა ეს გადმოპორტირეს რო იცი შეისყიდენ
ეკონომიკურად თუ იტყვიან ყველაფერი, სასამართლო ჯიბეში ჩაიდეს ყველაფერი და რაც იყო იმათგან წამოიღეს. ქართული ოცნება არის ნაციონალური მოძრაობა იგივე. ერთი ჯოხის ორი ბოლოა და თუ არ არის არგუმენტი დამიჯდეს ნებისმიერ. მე ეხლა არ ვარ ზოგიერთ პირველი პირის იყოს დამიჯდეს მე უბრალო ადამიანს, სოფლის წარმომადგენელს. იმიტომ რომ ხო ამბობს ეხლა არის იქ ზოგიერთები ესტროლების ქარხანას რო ამუშავებენ. რა ეხლა და იქ რა პრემიერი ყავს იქ კარგია კი დაწყობილი სახით, მაგრამ რეებს ამბობს. აგინებს ევროპას, აქებს ჰეზბოლას, აქებს ირანს. ეხლა სოფლის დონეზე ეს ჩემი რატოა მისაღები, მაგრამ იმიტომ არ ჩამოდის, ამით ყვებავენ, ამ აგიტაცია პროპაგანდა ეს როგორ დაასანქცირეს. 24 საათი იქ შარვარამიშვილის ეთერიდან რა ისმის კაცო. და ოპოზიციურს ეუბნებიან ეხლა ისმის ის რომ ვირტუალურად რა კიდე ერთხელ ვამბობ, დღეს პენსიონერს რატო არ უნდა გქონდეს 200 ლარით მეტი პენსია? აი უბრალოდ 2 მილიარდია საჭირო გითხრა მათ. და 600 მილიონი წლის ბოლოს 2025 წლის ბოლოს ეს ხო თვითონ ვერ უარყო 600 მილიონი აუთვისებელი კონდათ. 16000 ლარია პარლამენტის თავმჯდომარე, 14-15 რიგითი დეპუტატების. ამას მინისტრები დაუმატეთ, ამას საკრებულოს თავმჯდომარები დაუმატეთ, ამას მერები დაუმატეთ, ამას დაუმატეთ ის მარეგულირებელი კომისიის და სხვა და სანამდეადაც რამდენი მილიონი და თუ კამრების ერთ პერიოდში ჰქონდათ მაგათ კამრების ისა ესე გამოცხადებული ხო თავდაპირველად ოცნებ როგორ სად არის ეს კამრების შემოჭერა რატო არ შეიძლება გავიღოთ რატო უნდა ქონდეს პარლამენტარს ან საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს 20 საკრებულოს არ აქვს მაგრამ ამდენჯერ ესეთი განსხვავება არც ერთ ქვეყანაში არა პარკს გადახედეთ ეხლა მე იმ თემაზე შეიძლება თქვენ არ მე 6 წლის მანქანებიო და ეხლა სოფლად ასაპირებ თქვენ იცით რომ გლეხს ნებისმიერ გლეხს მანქანა ყავდა იქ ციტრუსი იყო ისა ქვია ყველი იყო რაღაცა მაშინ იყო ეს საკონმერციო ბაზარი ეხლა ესეც არა მაგრამ მიდიოდა გამოდიოდა ერთმანეთში მიდიოდა ეხლა ამას უგზალავენ თვითონ შემოყვანებენ იმ ეგრეწოდებულ დამუხტად ელექტრომანქანა ეს ბიზნესია კიდე ისინი გააკეთებენ და ესე არ წავა კიდე ერთხელ ვამბობ გახალე საქართველოს მიმართებაში რომ მე რა იცი ესე იგი კაცი იყო წარმატებული ყველანაირად სის პირველი ნომერი რა ვიცი ეს ოციმნიზე რასაც ედავებიან იქ ჩორჩანაზე რასაც ედავებიან ამ ყველაფერი რაც იყო მოხვედრილი ჯიუტად ივანიშვილო ყველანაირად რომ არა ეს ასეაც და განაცხადა რომ მე არ შევალ ამ ამბავში იმიტომ რომ ამოწურე ის ამოწურა რომ რასაც ცდილობდა გაიტარებია ეს პროგრამა და უარი მიიღო კი იცით ვისა არსად არა ესეთი ამბავი რომ ერთი კაცის ჭუაზე დადიოდეს არს თვით იმ ძველ დროებაშიც მაშინ იყო იქა თქვენ იცით რა იგივე შევარდნაძის დროს იყო არსებული რეალობა რამდენადაა პოლიტიკური კრიზისი მაშინ ასე შეგეკითხებით პოლიტიკური კრიზისი და რა გამოსავალი ხელისუფლება ქნის პოლიტიკური კრიზისი და რა გამოსავალი დასავლეთი მოიყვანეთ მაგალითად ოჯახი არის მინის სახელმწიფო ქალბატონი ოჯახში რაიმე რომ მოხდება ხო ოჯახის უფროსია რა ეხლა ფასების არაფერი არ გამოვა იმ ფასების ჩვენ რატომ მონაწილეობთ ამ ფასების კომისიაში კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ეხლა გუშინ ჩვენმა ქეთევან ბაკარაძემ იქ დაჯიკოვზირიძემ თავის დროზე სხვამა დაუყენს და უთხრეს აი 2-3 დღე თუ შეიძლება შემცირდესო იქ ზოგერთმა თუ ყველა უყურე 2-3 თუ გვეტყვიანო ნახეთ აი ტელევიზორში გადიოდა თუ გვეტყვიან და დროებით შეიძლება რაღაც გავითვალისწინო მაგრამ 1 თვე 2 თვე 3 თვე გამორიცხულია არა აბა რისთვის ეხლა და იქ ბერეკაშვილი დადის ევროპაში ხო და არის მილიონერი სუპერმილიონერი და კომისიის თავმჯდომარეა რომელიც შენს რიგით ადამიანს იქ დაუწესოს რომ კვერცხი გაიაფთეს თუ არა ანდა იმ ყბადაღებული კვერცხის იანვარში მომატებული კვერცხის ისა და ამას ხო ხალხი ხედავს მაგრამ ამავდროულად ხალხს ნოსტალგია და ძველი იმისკენ კარგად ცხოვრობდითო მაგრამ მოწყინდათ იმიტომ რომ ან ემიგრაციაშია გასულები შობადობა ეხლა ყბადაღებული რომ ვინ უშლის რომ პატრიარქის კარგი რო იყო მესამე შულზე რაც გაჩნდა ამ ბოლო წლებში ნამდვილად პატრიარქის და ნამდვილად სასულიერო დამსახურება მაგრამ დღეს რას აკეთებს ხელისუფლება მრავალშვილიანი ოჯახები რომელი არის ან ბინით უზრუნველყოფილი ან მანქანით მაშინ მე პატარა ბიჭი ვიყავი 6-7-ზე რაფი ეგრეთ წოდებულ სამარშრუტო მანქანას აძლევდნენ იყვნენ ამისისა მე ნოსტალგიურად იმას კარ მივტირი კაცო თუ შენ რამე შეგიძლია და 30 მილიარდს გადააჭარბა ქვეყნის ბიუჯეტმა ხო როგორ შეიძლება
და ეს ბიუჯეტის კორექტირება. 3-4 კორექტირება არის. ამ დიალოგის შეცვლა რამდენად შეიძლება დიალოგით ხელისუფლებასთან? დიალოგს როგორც გითხარით, თუ რჩება თუ არა, თქვათ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თქვენთვის მთავარ მოთხოვნად, თქვენი პარტიის მთავარ მოთხოვნად ის ანუ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? ნუ როგორც ჩვენმა ლიდერებმა ბრძანა პარლამენტის ტრიბუნიდან, ჩემის აზრით ვეთანხმები იმას, რომ პოლიტპატიმრების გამოშვება ეს აქსიომატური ჭეშმარიტება. ამას არ უნდა არანაირი განხილვა. ეხლა იმაზე ტროტუარზე რო ადამიანს დაიჭერ, ტროტუარზე დგას და ლაპარაკობდა და ან ის კიდე დაუყენებენ პოლიციას, ან ელექტროლბოტ მოწმეს და ამით ასამართლებ. და რამდენად ახალი კანონები გადასახადებს. სხვათა შორის იქ ვისაც გინდა იმას დააყენე. თუ დაჭირდათ, მე თქვენ ყველას დააყენებენ და დაიჭერენ, ხო? თუ არ უდათ არა. ანუ ეს შერჩევაზე ვინა კატათა გობანას თამაშია, იმიტომ ვინც დაჭირდება პოლიტიკური ფიგური, ან ცნობადი, ან უცო იმას დაიჭერენ და მაგკუთხით რომ მივიდეთ, ხო? ეხლა 2 წელი მიუსაჯენ ზეამაღლობელს, ხო? წელიწადი გავიდა რა. ნებისმიერ ქვეყანაში ნახევარი ვადის გაშლის მერე უშვებენ. მაგრამ ეს არის პროპაგანდისტული, ეს არის დაჟის, არანაირი ქართველობა, ნინოს განათლებული ქვეყანა ვარ, წმინდა ნინოს, ქეთევან წამებულის ქვეყანა ვარ, თამარ მეფის ქვეყანა ვარ. მე არ ვიცი ქალის მიმართ, ვაშკაცური, ბოლოს და ბოლოს ჩვენი მთიელები, კაცო, ქალის მიმართ ხარქაშს შეაგებდა ხოლმე და რა გახდა ამ ადამიანის მიმართ ასეთი დააშავა, ხო? მაგრამ მან ზღო იმაზე მეტი, რაც იმით ეკუთვნოდა და სხვამა თაპირი დაამტვრევენ. გახარიეს მიმართ ბათუმში განხორციელებული ტიპი ქურდულად რო დარჩა და 10 კაცმა დაესწია და გავიგეთ პრობლემა, მაგრამ თქვენი პარტია რაში ხედავს გამოსავალს? დიალოგს არ დიალოგს ნამდვილად არ მაგრამ დიალოგი ჩვენ იყო კი იცით მაშინ სალომე ზურაბიშვილის დროს სანამ იყო იმართებოდა შეხვედრები ჩვენ ყოველთვის მონაწილეობდი პროდასავლური რომელიც ჩვენ ლელოსთან გქონდა ამის ნათელი მაგალითი იყო ეხლა ადგილობრივი არჩევნების წინ ლელოსთან ჩვენი არაგაერთიანება ჩვენ კონკურენტები ვიყავით მე ლანჩხუთის მიმართებაში კოჭაჯა ჩვენ კონკურენტები ვიყავით მაგრამ იყო თქვით რომ მაჟორიტარები არ დავაყენე ის რაც და იგივე ალიანსი რომ შემდგარიყო თქვა ოპოზიციასთან მიმართ და ეს ყოველთვის ბატონმა გეორგიმს განაცხადა ჩვენმა ლიდერებმაც თქვენიც რომ მერობის კანდიდატი კახაკუპრაძე დასახელდა და ეს მიიღწა ორპარტიული შეთანხმებით საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი შარაშიძე მერად ის და ზუსტად ეს გაერთიანებას რომ მეკითხებოდი რომ არა იმ ხალხის ეს ბოიკოტი რომ არა ესა დღეს კახიკალაძე ნამდვილად ექნებოდა მერი იმიტომ იცით რომ 200,000 კაცმა არჩია და თქვენ იცით ეხლა თვითონ მაგათ არითმეტიკულად თბილისში საპროტესტო მუხტი რამდენზეა ხო 9 მილიონს აჭარბებს მინიმუმ 6-700 ხო აჭარბებს ნამდვილად ეს ყველა რომისული იყო და ერთ კანდიდატზე შეჯერებული იყო თვითონ რომ ამბობენ არ გვაინტერესებს მე იწაღეთ თვალხარია მაგი ისა ადამიანმა რომელიც თელმა სოფლიომ ცივილიზებულმა არც ერთ ჩანაწერში არ არის რომ მინისტრმა მისმა მოადგილე ბრძანა და იმ ტყვიებითა დაზარალებული იმ აკოგობურიც ის და ქეცუხრი და ყველა ჩვენ ყველა შვილები ყავს და მათ შორის გიორგი ახარიამ ბრძანა რომ მაკა გომურის აპელირება მიდის და პროპაგანდით ვარა ჩემი ტკივილია მე არ ვარო აქვს მას ის ტვირთი მაგრამ ნამდვილად არ იყო მისი და როგორ შეიძლება ეხლა დააბრალო ადამიანს რომელიც არ ჩაუდენია და ვინ ჩაიდიდა იმას რატო არ იმაშვებია თუ იმას ვერ იკვლევენ ძალიან კარგად მაგრამ თვითონ არიან ისინი ის სრუმოწმეები მინისტრების სახით ვიცა ისინი არიან ეს ეხლა რა შეეხება ჩვენი პარტიის არაზუსტ არ გითქვიან რომ იმის რა ქვია საერთო იმის მაგრამ იქ უნდა იყოს ეხლა 4 ოქტომბერი იყო ოპოზიციურად განწყობილი აი თვითონ უყვართ ეს სიტყვა ღალატი და რაღაცა კიდევ ერთხელ ვამბობ თბილისში ბათუმში ქუთაისშიც კი რუსთავში არ იქნებოდა ის მერები. ყოველ შემთხვევაში აი ცრუ მოლოდინები შეიქმნა გეთანხმებით იმასთან დაკავშირებით რომ აი ზუსტად მე თქვენ მეკითხები აი თქვენ ნამეტას აი ზოგერთი ობივატელი და ზოგერთი აი თქვენო ტრაბახობდო და თქვენო წინა მოწვევაში რო ქონდათ ის პროცენტიც ვერ აიღო კი ბატონო თბილისში წარმოვიდგინე როცა ფრაქციის სახით ვიყავი და მაგრამ მე ზუსტად იმის შედეგია აი მათმა გააკეთეს ის რომ ოპოზიციურად განწყობილი ყველა გადაიყვანა ისევე ოცნება მათ მხარეს და იმიტომ მოწყინდა რა ყველას დამანახი რაღაცა მე არავის იქ საპროტესტო ადამიანს რო პროტესტია ყველა
გაიგო უნდა რატო აქვს პროტესტი, მაგრამ როცა შენ იმ წისქვილზე ასხამ წყალს, რომელიც შედები მდგენელისთვის მთავარი უნდა იყოს ამომრჩეველი და ამომრჩეველი გაყვეთა იყო გაერთიანება და დასხდომა და დიალოგი. თქვენ თვლით რომ დიალოგის ალტერნატივა არ გააჩნია. ამომრჩევლის ეხლა დღესაც რო ჩაატაროს და იმის ამომრჩევლის რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პოლიტიკის კეთება, ეს აქსიომა ამას არ უნდა. და იყო ეს დრო და 300,000-მდე კაცი იყო გამოსული თბილისის ქუჩებში. ხო? და ადრე წინა მეებში სანამ ოცნება მოვიდოდა ის, იცით ეგრეთო გრეჩე, იცით რა და იქ იპოდრომზე და იმის რა ქვია სტადიონებზე შეკრება და ჩვენ ისტორია ყველას გვაქვს სად მიმართა ეს ძალა. რა ვინმეს ძალადობრივი მისკენ იყო, ხომ არ მოხდარა რა? ხო და საერთოდან წავიდეს საარჩევნო უბნებისკენ, მაგრამ იქ შენ რომ ერთი და იგივეს, რაც კი არჩევნები ჩატარებულა, აი ეხლა ნებისმიერი დაასახელი, ნებისმიერი კომისიის თავმჯდომარე, დივანი და მოადგილე აიყონ ყველა საარჩევნო უბანზე. 3,000 რამდენი უბანია, საქართველოს 3,000 რაღაცა 200. აი ნებისმიერზე ყველა მოდის ეს 14 წელი ხო ესენი არიან და ის 9 წელი 14 9 25 26 ყველა მოდის იგივე კარუსელს არა თუ თავმჯდომარე იყო დივანი თუ იყო თავმჯდომარია თავმჯდომარე თუ არ მოადგილე ყველა აბსოლუტურად კი დახვეწილია ესენი გარეთ ყველა იღებდა ამას ეხლა რომ საარჩევნო უბნებთან როგორ იყო საქმე გადაღებულია მაგრამ ყველა რა იმათმა არ დააფიქსირენ რომ გაჟონა მაგასაჟონვა თხელი იყო ეს გახალდი. ბატონო ჯუმა, ერთი წინადადებით რო გითხრათ, მაგალითად რას შეხედავთ გამოსავალს და მე რეგიონულ საკითხებზე, ანუ მუნიციპალურ საკითხებზე რო გადავიდეთ. ჩვენ ახლა ადგილობრივ დონეზე არც გვაქვს მაგის და არც კანონი გვავალდებულებს და არც გვაქვს რომ სოფელში თქვათ რა გზა გასაკეთებელი სანიაღვრე არხი ადგილობრივი დონის მნიშვნელობით, მაგრამ გურულები ვართ და გურულები იმდენად ისა რომ მაინც რაო იმ რეიგანმა რო ამბობდით უწირომა და დღესაც ვამბობ დღეს ტრამპის იმას უფრო განვიხილავთ ვინემ ან ლანჩხუთში ან ოზურგეთში თქვა ცნობილი კუბოების ფორმის ის რო იყო კაცო და ბოდიში და ის ჩათესესო რა ქვია შიგნით ეს ხო ამ ქვეყანაში ამ ქალაქში მოხდა მეზობელ ქალაქში მოხდა ესენი არ იყვნენ ხელისუფლებაში დღეს რო იჭერენ და პროგრამაზე იმ ევროპულ და ამერიკულ პროგრამა ელემინაციის პრობლემა რომა და ის რომა და დღეს საერთკენ იყო ზოგჯერ თუ უნდებიან გაჩერები დაემუქრებიან და ის ხალხი ყავენ თოგზე მიბმული ის დამოკიდებული ხალხი ხო და ეს ხმები ყველა და გამოსავალს იმაში ხედავ რომ ყველა პროდასალურად უნდა მოხდეს შეჯერება ჩვენ ჰიპოთეტურად თქვი და ჩვენმა ლიდერებმა თქვა რომ ლელოსთან იყო ამის პრეცედენტი ხო თუ საჭიროება მოითხოვს თქვათ მაგრამ აუცილებლად ეხლა რაც შეეხება არჩევნებზე რომ გითხრა შენ ახლა დღესაც რო ჩატარდეს არჩევნები შედეგი რა იქნება ისევ ესენი გავლენ ისევ ამათი თუ არ შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვარ ჩვენ პოლიტიკურ და ყოველთვის და რომ მივიღოთ. მე პირადად მეოთხე მოწვევა. ორჯერ მაჟორიტარი გახდი დამოუკიდებლად, ორჯერ პარტიული სიტყვა. თითეული ოქროს ხმარის 335 ხმარი რომ მაჟორიტარი დრო აღარ ითმეს, მოკლედ რო გითხრათ ლანჩხუთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რამდენად ხარ ჩართული სოფლის მხარდაჭერი პროგრამა მიმდინარეობს, თქვენ რამდენად მე მაჟორიტარი არ გახლავართ და იცით რომ დეპუტატი ბრძანდები და რამდენად თავენ საკრებულოზე რამდენად ჩემთვის ცნობილია, რასაც ვესწრები, გამოტანილი იყო ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი გახლავართ, დაგემარებს ამავდროულად ქონების მართვის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომისია, ამ ორი კომისიის დაგეგმარება ინფრასტრუქტურა და აქ რაც საკითხები გამოდიდა შესაბამისად შემდგომ საკრებულოს ხდომაზე აქტიურად მონაწილეობა არის ჩანაწერები ლაივ Facebook-ში გადის ჩვენი ჩანაწერები სხვადასხვა ფორმატში თუ თემატურად დღესასრიგის მიხედვით რო გითხრათ რაიმე ახალ ვასწყვეტენ მეთქი არა 5 მილიონნახევრიანი განხორციელდა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის ლანჩხუთში კეთილმოწყობა დღესაც მიდის ერთი იქ კაფეს უძახიან თუ რაღაც შენობა რომელიც მაშინ არ მოხერხდა ფასადები გაკეთდა სკვერი გაკეთდა და ის დღემდე იყო გაკეთებული მოხდა იმის მერე გასხვისება კი ბატონო დღემდე მიმდინარეობს რამდენი წელი გავიდა ერთი პატარა კაფეს რო 3-4 წელი ვერ ვამთავრებ და კარგი რაც აქვს თქვა და აი ფული მიდის მართლა ინფრასტრუქტურა კარგი გზას როგორ უნდა უთხრა რომ არა კარგი მაგრამ 5 წელში გასაკეთებელი აი რამდენადაა სოფლის პროგრამაში მაგალითად განხილვებში ან მოსახლეობა აი რო გითხრა თვითონ მათაც იციან ამის ლაკმუსის კახალდივათა აი წინასაარჩევნო შეხვედრები ხელისუფლება გამოაქვეყნოს აი პირდაპირ ვეუბნები ხელისუფლება გამოაქვეყნოს წინასაარჩევნოთ მათი შეხვედრა მის მიერ მობილიზებული ხალხთან იქ ვიწყავს მობილიზებული
საბავშვო ბაღიდან ამის. იმიტომ რომ მშობელი მოვიდა ბავშვით მოიყვანა. და იქიდან მოყოლდა რამდენი კაცი ესწრება? ან მერის კანდიდატის ოცნებიდან, ან მაჟორიტარის სოფლებში. ესწრებიან მათ მობილიზებას აკეთებენ. სოფლის პროგრამის ერთი გადაიყო. აი სოფლის თუ ხარდაჭერა იშვიათად 5-10 კაცი, 15 კაცი. თუ სოფელში არის თქვა 200 ანუ თალსახად შეგიძლია რომ ხალხის ინტერესი 200-300 კაცი ხო არის 5-10 კაცი იქ მაქსიმუმი 10-5 ძირითადად ან მერის წარმომადგენელია ან ადგილობრივია ან კოორდინატორია ან აქტივისტია ну რა თქმა უნდა საჭირო ვინც არ უნდა თქვას ნებისმიერს არა აქვს მნიშვნელობა მე ვთვლი ვინც არ უნდა თქვას უნდა თქვას მაგრამ ძირითადად ეხლა ბევრი არის ლაჩხუთის 123 კაციანი ხელმოწერა ეხლა შესული საწრეთი არქის შესახებ ხიდმაღაზზე სუფსაში და ორი თვე ნახევარი გავიდა ორი თვე კი მიყდნენ გაზომენ ყველაფერი ეხლა ეროდებიან როდის იქნება თანხა ამ თანხას ვინ მისცემს თუ თვითონ არ ადგილობრივი ხო უნდა გააკეთო ამის დაგეგმვა ბიუჯეტში ხდება რა გაქვს ბიუჯეტში მოსახლეობა რო შემოიტანს განცხადს იყო ის რა ქვია სტიქის დითოლობაზე 3 მილიონი ნახევარი ბოლო საკრებულოს ბოლო წინათლის ორ სხდომაზე 3 მილიონი ნახევარი 7 მილიონი მოვიდა ერთდროულად მაინც არ იყო ადრე კიდე 150 სახლზე დაახლოებით შეიძლება მე რაოდენობაზე არ მაქვს პრეტენზია გადამოწმებადია მაგრამ როგორც მახსოვს ახლა იყო განსაზღვრული მაგრამ არის სახლები რომელიც ჩამონგრეულია აი როგორც და კედელში წყალი ჩადის და იმაზე არა გადაწყვეტილება მიღებული და როგორი ამბავი და წავიდეთ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რა გაქვთ საფრთხმელი როგორც დეპუტატი უბრალოდ ბევრი აი მე ადგილობრივი ხელისუფლებას ვეუბნები აი რა იმით დაარიგენ ყოველთვის მომხრევარ ხელფასის მატების ჩვენი გუნდი ამბობს რომ ხელფასმა 1050 მინიმალური უნდა იყოს თუ კი პრემიერმა ბრძანა რომ საშუალო ხელფასი საქართველოს 2275-ია თუ კი 2275-ია მაგის უნდა იყოს არა თუ 10 წლის უკანდელი 270 ლარი უკვე უნდა იყოს და 20 ლარით უნდა მოიმატოს პენსიამ და გეორგი დროს ბატონჩო იყო იქ იმის პენსიის მიმართებაში იყო რომ ყოველწლიურად იმატებოდა ჩადებული იყო ხო ეხლაც 10%-იანი მატება რო ქონდათ ბიუჯეტის თუ 10%-ს უმატებ შენ და შენი 10% არის 600-700 1000 ლარი და იმის 10% არის 50-60 ლარი რა უბრალოდ და ის შენი ოჯახის წევრია ის ბაღში დასაქმებული ის ბიბლიოთეკებში ინტელიგენცია ის ხალხი ის ექთნები ის ხო შენი ოჯახის წევრია ან მამიდა ან შენი დედა ან ისა და რადგან ხელისუფლებაში ხარ და ზემოდანა ესეთი ბრძანება რომ შენ იმატებ ეხლა ბოლო მატება კიდე ერთხელ ვაფიქსირებ და ეს რო იციან დატობა უნდა იყოს რა თქმა უნდა მაგრამ არა 30 ჯერ არა ასე უსამართლოდ რა და უმისამართლოდ და კიდე ერთხელ დასასრულისკენ რო წავიდეთ იმიტომ ფორმატი აღარ ითვალისწინებს მეც მე პირდებით რომ უბრალოდ ვეუბნები მე ლანჩხუთის იმასაც უბრალოდ ხომა ეხლა ვამბობ რომ ორი კომისიის წევრი ვარ და საკრებულო პლენარული ტარდება თვეში ერჯერ რეგლამენტით და რიგარეშე მოიწევა საჭიროების მიხედვით მაგრამ ესენი რიგარეშე იმდენს იწევენ აგერ არის ისა მაგის სტატისტიკა ბატონ რიგარეშე ხანდახან უფრო მეტია ვინმე პლენარული და კიდე ერთხელ ვამბობ რა დაგეგმილად უფრო და ახალ წელს რო იზეიმეს დაგდად ვაღიარებ და ყველა პატარა ბავშვი თუ ხარო და ყველას ლანჩხუთში ხო გამორჩეული ნაძვისკენ ძალიან კარგია უწონებ მაგრამ რის ხარჯზე და იმ ხარჯთაღრიცხვას რატო არდობ და ისა რა ქვია კულტურის სახლები რომ არ არის აი სუფსის კულტურის სახლს სველი წერტილი არ აქვს 100-მდე ბავშვია როგორც მოცეკვავეები ასევე სხვადასხვა წრის და ტუალეტში ბაპატიეთ ეხლა ამას რომ იწევს იარო მე რამდენი წერია ბოლო წინა მოწვევაზე როგორც მახსოვს მაშინ ვიყავი და იყო 5000 რამდენი ხარჯთაღრიცხვა უნდა გაკეთებული რატომღაც გაკეთდა თქვათ იქ ამ პროცესებში არ ხართ ბატონო ჯუბერ ჩართული როგორც ვამბობ ჩვენ ამას და ძალიან ბევრი და კიდე იმას რომ რა თქმა უნდა შენი თანამშრომელი თუ კარგად მუშაობს უნდა კი ბატონო ჯილდოსახით მაგრამ 100 კაცი მუშაობს მე 100 რაღაცა 100-ვე რაფერი ყველამ კარგად იმუშაო და ააშენენ აი ქვეყანა ხო მე არავის კაცო შენ არც უნდა უბიძო მაგრამ შენი ხელფასი რო 6000-ია 7000 ლარს აღწევს ტონაზე მეტი საწვავი რომ ეხლა უკვირთ ამას და მეც ყოფილ ვარ თანამდებობაზე ბიუჯეტის არამიზნობრიობაზე საუბრობთ და რო ეხლა თუ ტონას საწვავს გავიგე რო ტონას საწვავი მარტო მერზე არ არის და იქ სამსახურებზე მაგრამ თუ გინდა რაზეც მაზეა გამოყოფილი
კაბინეტში ხოზი ხარ. კი პარასკევს დღეს მიღების დღეა. ხალხი იმატებს. ქალბატონო, მე ვიცნობ პარასკევს აქ ლანჩხუთის მერს მიღება და არაერთის მე რომ მომართავ იქ ჩავაწერეები, თვითონ წეწერებიან, მიდის და ერთი და იგივე ხალხი. იმ ხალხს გადაწყვეტილი არ აქვს პრობლემა და უსვა მათ. ყოველ წელიწადს წინა 4 წელი რო იყავი მერი. ეხლა რომ მოდის ერთი და იგივე პიროვნება და რომ არ უწყვეტ, კი, რაღაც საკითხები გადაწყვეტილია, მაგრამ ადამიანს არ უნდა დაამატლო სტიქი თუ რამე იქნება. წყალდიდობა იყო იმის წინ, რა ქვია, დითოლობის წინა თვეებში იყო წყალდიდობა, სულ მდინარე გადმოვიდა. აბსოლუტურად 200-ზე მეტ ოჯახს იქაც მოხდა ამის დათვლა ყველაფერი და ნული, არც ერთი ნული არ გავცია ხალხს ისინი გაუქმდა. იმაზე არ გაცემულა, ეხლა თვითონობა ისე იყო, ჭერზე იმაზე გასცეს, მაგრამ არასრულყოფილად და ბოლომდე და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მაგრებია და თუ კაებია, მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს დაწესებული. იმეც ვიქონიებ, რომ თქვენ ამ საკითხებს დააყენებთ, როცა საანგარიშოს შეხვედრა გექნებათ, როგორც დეპუტატს თქვენს კოლეგებთან. და კიდევ გკმირდებით იმას, რომ კიდევ მოგიწვევთ და ვისაუბრებთ ამ თემებთან დაკავშირებით. ბოდიშით რომ მე ერთი ისა რომ ყოველთვის იყო თემა, რომ ეხლა მაპატიე და შემინდოს რომ არ მიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე, ყველა მიცის, მაგრამ მეოთხე მოწვევის ამდენი ეხლა რო იტყვიან 18 წელია, 20 წელი ხო? ამაში ვარ და ის ხალხი მე ნამდვილად დაუძალებლად არა იმით შეკრები და იმით რომ მაძლევს თქვენს ისთვის მაძლევს რომ კინის სადგურის წინ სუბსაში იყო ეიფელის კოშკის მდინარეზე გასული 3 წელი წინამოწვევაში ვიზრუნდა ნაწილობრივ აიღეს აი ეს ჩანიშნა ბერს მიმართა არის დარჩენილი ქვეწარმავლებია იქ არის სამუსიკო სკოლა რომელიც გააკეთენ კარგია წინდა იქ ქვეწარმავალი გამოდის და რა მდგომარეობაშია კინის სადგური თუ კი ყველაფერი და ამხელა მოგება და ამხელა ინფრასტრუქტურა რატო ამდენი წლებია რო ვერ მიმდინარეობს სუბსაში საწლეტი არხი არის 10% არაა გაკეთებული და ასეთ ანუ თქვენ ეუბნებით ადგილობრივ ხელისუფლებას როგორც ცენტრალურ ის არა საკმარისი ხალხს და მოусმინეთ ოპოზიციას როცა მისმენთ ქალბატონო როცა 123 ხელმოწერა მათ შორის შენი კოორდინატორები და მე რომ მიდიან და შენ მოაწერი ამაზე ხელიო და კეო რო ეტყვის და როცა ეუბნება რომ დავირჩვი კაცო წყალი ეზოში მუხლევადე ვალინკი ჩამოდივარ ესე იგი ჯანმრთელობის პრობლემაა ესა რაც შეიძლება მეტი რატო არ აკეთებ რატო ეხლა როზურგეთშიც რომაა და ლანჩხუთშიც ქალაქში რა თქმა უნდა ცენტრია და ცენტრი მაგრამ აი როგორ აიცი 11-თანა სოფლებში ისა რა ქვია ვინმე ქალაქში გასაგებია პრობლემები კარგი გაკეთდა 11 სოფელში ეხლა ტესტირების რეჟიმშია სასმელწყლის პრობლემა 54 სოფელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმ დანარჩენ სოფლებში როდის გაკეთდება თუ ესენი ძახიან ამდენი წლები იმაზე ვიქნებოდა ხალხმა უნდა გადაწყვეტოს ჩემო კარგი კიდევ ერთხელ მოუწოდებ არა ის კოლეგები ჩვენი უმრავლესობიდან ზოგიერთი ძახის 2030-მდე 40-მდე როგორც ევროპის მიმართებაში იქნებიანო და საქმე იმაშია რომ ხალხმაც დაიღალა თქმითაც რა დაშავდება მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ეხლა ჭადრაკს ვერ ითამაშებ სირბილში მადლობა მოგზანებისთვის საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს კი შევახსენებ რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლანჩხუთის დეპუტატი გახარია საქართველოს პარტიიდან მადლობა კიდევ ერთხელ გაიხარეთ